ბრავო, გოჩოლ, ქართველი ფეხბურთელის მორიგი შთამბეჭდავი მატჩი ბუნდესლიგაში. გერმანიის ბუნდესლიგის მერ 5 ტუარში გიორგი გოჩოლეიშვილის ჰამბურგის სტუმრად უნიონ ბერლინს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ფრედ 0-0 ითამაშა. გიორგი გოჩოლეიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ფაქტობრივად მთელი მატჩი ითამაშა. მთავარმა მწვრთნელმა ქართველი მცველი შეხვედრის მიწურულს მსაჯის მიერ დამატებულ მეტ 8 წუთზე შეცვალა და რამდენიმე წამში მთავარმა მსაჯმა მატჩიც დაასრულა. შეხვედრაში გიორგი გოჩოლეიშვილის სტატისტიკა ასეთი იყო: ბურთთან 64 შეხება, 32-დან 28 ზუსტი პასი, 5-დან 2 ზუსტი ჩაწოდება, 2-დან 1 ზუსტი გრძელი პასი, 3 საკვანძო პასი, 4-დან 2 წარმატებული დრიბლინგი, 8-დან 2 მოგებული პოზიციური დუელი, 1 განმუხტვა. SofaScore-ზე მისი თამაში 6 აპრილი ქულით შეფასდა. გიორგი გოჩოლეიშვილმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში მე 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 4-ვე შეხვედრაში თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო. ქართველ ფეხბურთელს ჯერჯერობით საგოლე მოქმედება არ ჰქონია. 5 ტურის შემდეგ ჰამბურგს 5 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-13 პოზიციაზე იმყოფება. გიორგი გოჩოლეიშვილის გოლი მომდევნო შეხვედრას 5 ოქტომბერს საკუთარ მოდეანზე მაინცის წინააღმდეგ გამართავს.